თბილისის რამდენიმე უბანში ძლიერი სეტყვა მოვიდა. დედაქალაქში ამინდი გაუარეს და რასაც ზოგიერთი ქუჩის დატბორვაც მოხდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით 22 ივნისამდე ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი. მდინარე ენგურზე, რიონზე, არაგვზე, იორსა და ალაზანზე კი წყლის დონემ შესაძლოა საშიშ ნიშნულებამდეც მოიმატოს. მდინარე არაგვის ხიდზე 4 დღიანი შეზღუდვები დაწეს და მანქანების მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით თბილისის მიმართულებით ხიდზე ფილა დაზიანდა, რომლის რეაბილიტაციაზეც დრო სჭირდება. უკრაინულმა დრონებმა ციმბირში ფრონტის ხაზიდან 2000 კილომეტრში ტიუმენის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს. ქარხნიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ გენიჩესკთან საავტომობილო ხიდსაც დაარტყეს. ხიდს რუსული არმია ანექსირებული ყირიმიდან სამხრეთის ფრონტზე შეიარაღების გადასატანად იყენებდა. ტრამპი ისევ ამტკიცებს, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი მასთან ფოტოს გადაღებას დაჟინებით ითხოვდა. უკვე მეორე დღეა ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯა მელონის უპირისპირდება და ამბობს, რომ მას ეს ფოტო რეიტინგისთვის სჭირდებოდა. ტრამპის თქმითვე, მაშინ როცა იტალიამ ირანთან ომში ამერიკას ასაფრენი ბილიკებიც არ გამოაყენებინა, ახლა მეგობრობა სურს. არა გმადლობთ, წერს ტრამპი. ჯორჯა მელონიმ ტრამპის განცხადებას მოგონილი ისტორია უწოდა.